აფთიაქებში მედიკამენტების გაცემაზე კონტროლი მკაცრდება. გარდა იმისა, რომ წამლების დიდი ნაწილი 24 იანვრიდან მხოლოდ რეცეპტით გაიცემა, ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების ჯგუფს კიდევ 5 მედიკამენტი, ეგრეთ წოდებული პრეკურსორი დაემატება. ჯანდაცვის სამინისტრო რეცეპტების სისტემის ამოქმედებასთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანიასაც დაიწყებს. სოფო ვარდიაშვილი მუშაობს ამ თემაზე. სოფო, რითია გამოწვეული ეს გამკაცრება და ამ 5 პრეპარატის კონტროლის გაძლიერება? დიახ, ახალი ცვლილებით 5 მედიკამენტი, რომელთა შორის ხველების საწინააღმდეგო საშუალებაც არის, უკვე მიაკუთვნეს რეცეპტებით გასაყიდი მედიკამენტების პირველ ჯგუფს. რაც იმას გულისხმობს, რომ ამ მედიკამენტებზე სწორედ იმგვარი კონტროლი დაწესდება, როგორც ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე. ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ ეს მედიკამენტები არამიზნობრივად გამოიყენებოდა არა სამკურნალო დანიშნულებით, არამედ ნარკოტიკული თრობის ეფექტის მისაღწევად. ეს უკვე სამინისტროს მიერ განხორციელებული ცვლილებების მეორე ეტაპია. პირველ ეტაპზე კი, რომელიც იანვრიდან დაიწყო, ამ მედიკამენტების რეცეპტით გასაყიდი მედიკამენტების პირველ ჯგუფს უკვე მიეკუთვნა სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერებები. ეს სხვადასხვა ფსიქოტროპული ნივთიერებები და ნიშნავს, რომ ეს ყველა მედიკამენტი უკვე რეცეპტით უნდა გაიყიდოს. ეს მეორე ჯგუფში სამინისტრომ შეიყვანა ის მედიკამენტები, რომელთა რეცეპტის გარეშე გაყიდვა მიზანშეუწონელია იმის გამო, რომ მათი არასწორი დოზირების შემთხვევაში შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს ადამიანის ჯანმრთელობისათვის. და არსებობს ასევე მესამე ჯგუფით, სადაც 5000-მდე მედიკამენტის ყიდვა პაციენტებს შეეძლებათ ყოველგვარი რეცეპტის გარეშე. კიდურესად და საგანგაშოდ გაფართოვდა იმ ადამიანების რაოდენობა, ეგრეთ წოდებული სააფთიაქო ნარკომანების, რომლებიც იმ წამლებს, მედიკამენტებს, რომელიც იყიდებოდა აფთიაქში, გამოიყენებდნენ ნარკოტიკული თრობისთვის. მეორე მნიშვნელოვანი ასევე, მაგრამ მასშტაბით უფრო ნაკლები საბედნიეროდ პრობლემა იყო თვით მკურნალობა, როდესაც ადამიანები იმის გამო, რომ ექიმთან მისვლის საშუალება არ ჰქონდათ, ადამიანები უკვე თვითონ მასიურად წვეტენ ამა თუ იმ დაავადების დროს რა პრეპარატი მიიღონ, რაც ასევე ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენს. როგორც პაციენტმა, ასევე სამწუხაროდ ექიმებმა დააკარგეს და ახალთაობას არ შეუძენია უნარჩვევა რეცეპტებთან ურთიერთობის. ამიტომ ამას ვაკეთებთ ეტაპობრივად. მოხდა მეორე ჯგუფიდან პირველ ჯგუფში გადატანა ბაკლოფენის, გაბაპენტინის, დექსტრომეტორფანის შემცველი კომბინირებული პრეპარატების, ასევე ზოპიკლონი, ზალეპლონი და ტროპიკამიდის. აღნიშნული მედიკამენტები უკანასკნელ პერიოდში მოწოდებული ინფორმაციის თანახმად არათერაპიული დოზით ხშირად ხდება გამოყენება ნარკოტიკული თრობის მისაღწევად, მათ შორის არასრულ წრონებშიც. ეს გახლავთ ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ამ ცვლილების თანახმად უკვე ამ მედიკამენტებზე გავრცელდება იგივე კონტროლის მექანიზმები, რაც ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე. ჩვენს აფთიაქშიც იყო მოთხოვნა, როგორც ეს ერთი და იგივე ადამიანები კითხულობდნენ, ვისაც სხვა მიზნით უნდა ამ მედიკამენტების გამოყენება. იყო ასეთი შემთხვევები, ჩვენც ვაკვირდებოდით, ამიტომ 1 იანვრიდან ჩვენ ქსელიდან ეს მედიკამენტები ამოვიღეთ და მზად ვიყავით ამ პროცესისთვის. ეხლა უკვე როგორც სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული რეგული, ისე მოხდება მათი გაცემა. მედიკამენტების რეცეპტით გაცემის თაობაზე ჯანდაცვის სამინისტრო საინფორმაციო კამპანიის დაწყებას გეგმავს თებერვლიდან, რომლის ფარგლებში სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებას ამ პროგრამის დეტალებს გააცნობს. ხოლო ეს ცვლილებები სრული დატვირთვით უკვე სექტემბრიდან ამოქმედდება.